ილია თოფურია ჯასტინ გეიჯი, თეთრი სახლის მთავარი ბრძოლა, დიდი ჩხუბი. აშკარაა, რომ ილია ფავორიტად მოიაზრება. პროფესიონალების აზრით ეს ჯასტინ გეიჯისთვის ძალიან ცუდი საღამო შეიძლება აღმოჩნდეს. ცხადია, ის გამძლე და აგრესიული მებრძოლია და ამავდროულად საკმაოდ წინდახედულია. ბევრი ხედავს მის აგრესიულობას და ფიქრობს, რომ ილიასთან თავის დაცვას ვერ შეძლებს. ჩარლზი ჯასტინ გეიჯზე აგრესიულია. ჩარლზი როცა ბრძოლაში ერთვება, ის უბრალოდ მუშტებს იქნებს. თავს დიდად არ იცავს, ზეწოლას ახდენს და ზოგადად სუფთა შეტევისთვისაა მზად. ჯასტინ გეიჯი ძალიან აგრესიულად უტევს, თუმცა მაინც ცდილობს თავდაცვითი პოზიცია შეინარჩუნოს. ის ჩაიკეტება, ხანდახან დაინახავთ, როგორ იცავს თავს ზუსტად აიასე. ფიქრობ, რომ ეს მისთვის დიდი პრობლემა იქნება. მაგრამ ილია თავად შეგიქმნის დიდ პრობლემას. თუ ზეწოლას შეეცდები და ნიკაბს ღიად დაუტოვებ, რადგან მაშინვე კონტრშეტევაზე გადმოვა და მალევე დაგაძინებს. თუ ჯასტინ გეიჯი ფეხი ძლიერი დარტყმის შემდეგ ეგრევე ყრუ დაცვაში გადავა, მისცემს ეს ილიას მარტივად შეტევის საშუალებას? არა, მთლად ასეც არ არის. ვფიქრობ, თუ სწორ მიდგომას აირჩევს. თუ გადაწყვეტს ილიაზე ზეწოლას, მაგრამ თან მკაცრად დაიცავს თავს, რადგან იცის თუ როგორი სწრაფი და ზუსტია ილია, რომ ერთი არასწორი მოძრაობა მაშინვე გათიშავს, მომცემს ეს ბრძოლის ბოლომდე მეტი უსაფრთხოების გარანტიას? დიახ, ედი პიმბლეტთან ბრძოლაშიც ნახეთ. გეიჯი მამას თავი საკმაოდ კარგად გაართვა. ცხადია, ილია პედი პიმბლეტზე ბევრად საშიშია, მაგრამ გვინახავს ჯასტინი როგორ იკეტება დაცვაში და პირდაპირ მეტოქის წინ დგება. ასე დროს ფეხით დარტყმებისთვის იხსნება, თუმცა ამისგან თავის დაღწევის გზებიც არსებობს. შესაძლოა აბერქათები ამ მსგავსი დარტყმები წამოვიდეს შენსკენ და იქნება ეს ის დარტყმები, რითიც ილია თოფურია წარმატებას მიაღწევს. იგრძნობს თუ არა ილია თავს კომფორტულად, რათა შენ წინ დადგეს და მძიმე მუხლებით ან აბერქათებით შემოგიტიოს. ვიცით, რომ კორპუსში დარტყმები ძალიან უყვარს. მოუნდება პირდაპირ შენ წინ ახლო დისტანციაზე დგომა და ღია ბრძოლაში ჩაბმა? დიდათ არა. ილია თავს ძალიან კარგად იცავს, პოზიციას ირჩევს და კონტრშეტევაზე გადადის. თან ისე რომ საკუთარ დაცვას არ ივიწყებს. ამიტომ ვფიქრობ, გეიჯის მთავარი მიდგომა წინ წასვლა, ზეწოლა და მყარი დაცვა იქნება, რათა ილიას მარტივი შეტევის საშუალება არ მისცეს. მსგავსი ტაქტიკა ადრეც გამოუყენებია და ეცოდინება, რომ ახლაც ასე უნდა მოიქცეს. შეძლებს ილია თავისი დარტყმების განხორციელებას ჯებზე მუშაობით, თუნდაც დაცვაში ურტყას და გეიჯის შეტევისთანავე კონტრდარტყმით უპასუხოს. დიახ, შესანიშნავი თვალი აქვს, ძალიან სწრაფი და ამავდროულად ძლიერია. და თუ ამას გააკეთებს, შეუძლია მეტოქე იქვე გათიშოს. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორი გეიჯი გამოვა ოქტაგონზე. თუ ზედმეტად აგრესიული იქნება და შანსის მაშინვე გამოყენებას შეეცდება, შეიძლება გამოუვიდეს კიდეც, მაგრამ ასევე შესაძლებელია, რომ ძალიან მალე თავად გაითიშოს. თუ მეტად თავს დაიცავს, ვფიქრობ, უფრო დიდხანს გასტანს. მეტ რაუნდებს გაძლებს და ილიას ძლიერი დარტყმების განხორციელების საშუალებას არ მისცემს. ამიტომ ვფიქრობ, მყარდაცვაში ჩადგომა მისთვის საუკეთესო ვარიანტი იქნება, რასაც აუცილებლად დავინახავთ. ეს მის რამდენიმე ბრძოლაშიც მინახავს. ამ დაცვაზე დიდწილად დაყრდნობა მოუწევს, რადგან ილია უბრალოდ მის წინ არ დადგება და ღია ბრძოლაში არ ჩაებმება, რომ გეიჯისაც მისცეს დარტყმის შანსი. თუ კი უბრალოდ ახლო დისტანციაზე დადგება და მეტოქის დაცვაში ხრელების მოძებნას შეეცდება, აშკარაა, რომ თავადაც გაიხსნება. ილიას კი ამის გაკეთება არ უყვარს. მოდი ახლა იმაზე ვისაუბროთ, რას გააკეთებს ილია კარგად. ილიას უყვარს მეტოქის უკან დახევა. ზეწოლა და ბადესთან მიმწყდება. ცდილობს იმ შავ ხაზს მიღმა ბადესთან, რაც შეიძლება ახლოს მიგიმწყდიოს. ცხადია იმისთვის, რომ უკან დასახევის სივრცე შეგიზღუდოს. უკან დასახევი გზა აღარ დაგრჩება. ამიტომ რომელიმე მხარეს გადასვლა გიწევს. როგორც წესი, ის თავად გაიძულებს კონკრეტული მიმართულებით წასვლას. უყვარს, როცა თავისი მარჯვენა ხელისკენ გრეკავს. აი რა გააკეთა მან კარგად. ვიცოდი, რომ ამას შეეცდებოდა, მაგრამ დარტყმის მხარეს გადასვლა პრობლემას არ მიქმნის, რადგან როგორც წესი მირჩევნია. არ მიყვარს ძლიერი ხელის პირდაპირ დგომა. მირჩევნია სადღაც ზღვარზე უდნავ მოშორებით ვიყო, სადაც დასარტყმელად გადმოწევა მოუწევთ, რაც ძალიან რთულია. ერთი მნიშვნელოვანი დეტალი იმ ბრძოლაში, რაც აქამდე მისგან არ მინახავს. ხშირად უყვარს წინ დგომა და დარტყმების გაცვლა. როგორც წესი არ უყვარს ერთჯერადი დარტყმები, რადგან თავადაც ამბობდა, პირველ და მეორე დარტყმაზე არ დაგიჭერ. არამედ მესამე, მეოთხე და მეხუთე დარტყმაზე დაგიჭერო.
როცა ის განხორციელდა, მართალი აღმოჩნდა. პირველი და მეორე დარტყმა არ ყოფილა სახიფათო, მაგრამ 3, 4 და 5 ზუსტად მიზანში მოდიოდა. თუმცა საკმაოდ კარგად ვახერხებდი მისი მარჯვენა ხელის არეალიდან თავის დაღწევას. მაგრამ აი სად იმოქმედა ძალიან მაგრად. თუ დააკვირდებით, ის წინ მოდის, მე კი შორს ვიწევი. კომბინაცია რომ გაეგრძელებინა, მარჯვნივ უკვე ძალიან შორს ვიქნებოდი. ძალიან მაგრად იმოქმედა და შუა კომბინაციის დროს გვერდზე გადმომწია. დისტანცია შეამცირა, ბალანსი იპოვა და საბოლოოდ მაინც დამიჭირა. კონტრშეტევა გამომივიდა და ორივე ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდით. ორივემ დავარტყით, საბოლოოდ დარტყმა კი მე მივიღე. მან ისეთი რამ გააკეთა, რასაც ხშირად არ აკეთებს ხოლმე. მსგავსი რამ მისგან ხშირად არ მინახავს. შესაძლოა აქამდე არ ჰყოლია მეტოქე, რომელიც შემსავით გვერდულად მოძრაობდა, ამიტომ შესაძლოა ამის დანახვის შანსი არც გქონდა. რადგან როგორც წესი წინ და უკან უფრო სწორ ხაზზე მოძრაობს ხოლმე. ახლა ამას უფრო ხშირად ხედავთ. ალბათ იმიტომ რომ მაღალი კლასის მებრძოლებს ხვდება და მისი კარგი კუთხეებიც უფრო გამოიკვეთა. შუა კომბინაციისას ქმნის შესანიშნავ კუთხეებს, იკავებს პოზიციას და მეტოქეს ბომბავს. ან დისტანციას ზრდის, პოზიციიდან გამოდის და ისე უტევს. ახლა კიდევ ერთ მაგალითს მოგიყვანთ. ჩემ შემთხვევაშიც კვლავ ძალიან მაგრად იმოქმედა. მომიახლოვდა წრეზე დავიწყე მოძრაობა, ისევ ჩემსკენ გადმოეწყო ბადესთან მიმწყდია, სადაც ვგრძნობდი რომ კონტრდარტყმა უნდა გამეკეთებინა და მე ორივემ დავარტყით. ეს ისეთი რამ იყო, რაც მისგან აქამდე არ მენახა. ძალიან მაგრად იმოქმედა და დროულად გადაეწყო, რადგან ბრძოლის დასაწყისში მისი პირველი რამდენიმე კომბინაცია საერთოდ არ იყო ეფექტური. დამარტყამდა და თავს ავარიდებდი, გავეცლებოდი ხოლმე, შემდეგ კი გზა ძალიან მაგრად ჩამიჭრა. ფეხების მოძრაობით შესანიშნავად გადაეწყო, რაც მანამდე ნამდვილად არ მინახავს. კიდევ ერთი რამ, რაც ჩარლზ ოლივეირასთან ბრწყინვალედ გამოუვიდა. გეიჯი დაცვაზე იქნება ორიენტირებული. შეძლებს ილია დარტყმას, უკან დახევას, მეტოქის პროვოცირებას და მერე მის დაბომბვას. თუ კი ის მუდმივად დაცვაში იდგება, მის ადგილას ჯების დარტყმას ვაიძულებდი. ვაიძულებ ის მარჯვენა ის როლს, რომელსაც ავიცილებ და ძლიერი მარჯვენით უპასუხებ. ეს ჩარლზ ოლივეირასთანაც შესანიშნავად გამოუვიდა. პრესინგს გრძნობდა, მისი პროვოცირება უნდოდა. დისტანციის გასაზრდელად კი კორპუსში ჯებებს ურტყამდა. პირველ ცდაზე სასრუელი რეაქცია ვერ მიიღო. იგივეს იმეორებს და ჩარლზს იტყუებს. იმ ჯების შემდეგ სურდა მის წინ დამდგარიყო, ამიტომ დასარტყმელ დისტანციაზე შესასვლელად ოდნავ შეხტომა მოუწია. შეხტომისას მარჯვენა ხელის დარტყმა სცადა და ერთგვარი ასო ვისებრი მოძრაობა გააკეთა. ვის ფორმის ნავიჯი თითქოს მარჯვენა ჯები დაარტყა, თავი დარტყმის ხაზიდან გამოიყვანა და ჩარლზი ზუსტად თავის მარჯვენა ხელის წინ დაისვა. ბრწყინვალედ მომზადებული კომბინაცია იყო. დაარტყა ჯები, გამოიყვანა წყობიდან და პირდაპირ მარჯვენა ხელი დაახვედრა. ამით ყველაფერი დასრულდა. ცხადია, ძლიერი მარჯვენა და მარცხენა ჰუკიც მიაყოლა, თუმცა არ სჭირდებოდა, უკვე გათიშული იყო. ჯერა რომ ამაზე ნამდვილად ნამუშევარი ექნებოდა. იცის რომ ჩარლზს შეხტომით შეტევა უყვარს. თავადაც დისტანციაზე ნახტომით შედის და მეტოქეს არხევს. საკმაოდ აგრესიულია. ესე იგი, მის კონტრშეტევაზე დაჭერას ცდილობდა. ბრძოლის დასაწყისში იდაყვი კი მოხდა, ჩარლზი ნახტომით შევიდა. მან კონტრშეტევაზე სცადა, მაგრამ მარჯვენა იდაყვი ზუსტად მოხდა და ფაქტობრივად ჩარლზის წინ აღმოჩნდა. ბრძოლის ბოლოს კი მსგავსი რამ გააკეთა. ჯერ დაარტყა, მერე უკან დაიხია. აგრესიული გახადა ოლივეირა და საბოლოოდ დარწმუნდა, რომ დარტყმის არეალს მიღმა იდგა. ჩარლზ მარჯვენა იდაყვის ან ხელის დარტყმა რომ ცნდომოდა, ის იმდენად შორს იდგა, რომ ვერ მისწდებოდა. თავად კი თავის ხაზიდან მარჯვენას ზუსტად მიზანში უშვებდა. ულამაზესი შესრულება იყო. დასჭირდება თუ არა მსგავსი რაღაცეების გამოყენება გეიჯისთან? დაარტყამს ჯებს, უკან დაიხევს. გეიჯი იფიქრებს, რომ კომბინაცია დასრულდა და მის დევნას დაიწყებს. ხომ ხვდებით, ახლა უნდა დაედევნო. კომბინაცია დაასრულა, ეს ჩემი შანსია და უცებ კონტრდარტყმას იღებ. ასეთ მიდგომას აირჩევს? ეცოდინება, რომ თავის ჯებზე ან ნებისმიერ დარტყმაზე ჯასტინი დაცვაში ჩაიკეტება. დაცვაში ჩაიკეტება და საპასუხოდ არაფერს ისვრის. შესაძლოა უკან დახევისას გამოიტყუოს და კონტრშეტევით გათიშოს. დაახლოებით ისე, როგორც ჩარლზთან გააკეთა. ან იქნებ იმ დროს, როცა ჯასტინი დაცვაშია ჩაკეტილი. კორპუსში დაარტყას, ლოუ-კიკები გამოიყენოს. ან უბრალოდ ლოუ-კიკების სერია მიაყოლოს დიდი რისკის გარეშე, რადგან ეცოდინება, რომ შეიძლება ჯასტინი მის მახეში წამოგებას ცდილობს. სადაც გასათიშად სუფთა დარტყმას ვერ იპოვის და თავსაც გახსნილს დატოვებს. ამიტომ ლოუ-კიკი საუკეთესო ვარიანტი შეიძლება იყოს. უბრალოდ ლოუ-კიკების რტყმა დაიწყოს. რამდენჯერმე ხელებში ან პირდაპირ დაცვაში ურტყას ჯები. შესაძლოა მეტოქის დაცვაში ყოფნისას ხაზიდან გავიდეს და სცადოს დაცვა
დაცვაში ხვრელების პოვნა, იქიდან საიდანაც გეიჯი კონტრშეტევას ვერ მოახერხებს. თუ პირდაპირ მის წინ დადგება და დაცვის გარღვევის გზების ძიებას დაიწყებს, ცხადია ისეთ პოზიციაში აღმოჩნდება, სადაც შეიძლება თავად გამოიჭირონ. ჯებს გამოიყენებს, გადაინაცვლე კარგი კუთხეშექმენი, რასაც ილია შესანიშნავად აკეთებს. მაგსთან ბრძოლის დროსაც ვნახეთ. შეძლო შეეტია. შუა კომბინაციისას გვერდზე გაწეულიყო და მარცხენა ხუკი ესროლა. კარგად ახერხებს ახლო დისტანციაზე შესვლას და ზუსტად ისეთი კუთხის შექმნას, საიდანაც დარტყმებსაც ანხორციელებს და შენს გირთულებს კონტრშეტევას. იქნება ეს მისი მიდგომა, საკუთარ თავს უკეთესი კუთხეების შეუქმნას დასარტყმელად, ისე რომ საფრთხეში არ ჩაიგდოს თავი და შანსები არ მისცეს. ფიქრობ, ეს კარგი მიდგომა იქნება. ექნება თუ არა ილიას ბრძოლის დასრულების მარტივი გზები? არა, ეს ალბათ ცოტა რთული იქნება. მაგრამ როგორც კი გეიჯი გაიხსნება, სწორედ აქ შემოგთავაზებთ ჩემს ანალიზს და გეტყვით, რას ვფიქრობ ამ ბრძოლაზე. როგორც კი გაიხსნება და ხელებს ჩამოუშვებს, შანსის გამოყენებას გადაწყვეტს, ჯერა რომ ილია ძალიან სწრაფი აღმოჩნდება და მაშინვე გამოიჭერს. ფიქრობ, საკმარისად ფრთხილია და თავსაც კარგად იცავს, რომ ჯასტინ გეიჯის მახეში არ გაებას. და მერე როგორც კი გეიჯი გაიხსნება, თამაში დასრულდება. ფიქრობ, როგორც კი გაიხსნება, ყველაფერი სწრაფად დასრულდება. ჯერა ადრე თუ გვიან ეს აუცილებლად მოხდება. თავარი ბრძოლა 5 რაუნდი. შეეცდება გეიჯი დაცვაში ჩაკეტვას, რომ ბრძოლა გვიან რაუნდებში გადაიყვანოს და მეტოქეს ძალა გამოაცალოს. ილიას ძალა კარგად ეცოდინება, სუფთა დარტყმის შანსს არ მისცემს. თავს მკაცრად დაიცავს, ენერგიას დაახარჯინებს. შესაძლოა ლოუ-კიკი ისროლოს, მაგრამ დარტყმის დროსაც თავს მაგრა დაიცავს. ეს იქნება მისი მიდგომა? არ ვიცი. ფიქრობ, ასე იქნება მანამ სანამ ილია გახსნას არ აიძულებს. ან თავად არ გადაწყვეტს, რომ შეტევის დროა და მერე ილია მაინც გამოიჭერს. ჩემი აზრით ილია ნოკაუტით მოიგებს. დაინახავთ, ფავორიტი იქნება. ტყუილად არ არის ფანების რჩეული. ფიქრობ, მეტოქისთვის ძალიან ძლიერი იქნება და ნოკაუტით გაიმარჯვებს. და ამ ნოკაუტს შეიძლება ადრეულ რაუნდებშივე მიაღწიოს. თუ ჯასტინ გეიჯი თავს კარგად დაიცავს, შესაძლოა ბრძოლა მეორე ან მესამე რაუნდშიც გადავიდეს, მაგრამ როგორც კი გეიჯი გაიხსნება, ყველაფერი დასრულდება. ამის ნამდვილად მჯერა. თუმცა ვფიქრობ, ჯასტინ გეიჯიმ დაამტკიცა, რომ დაცვაში დგომა შეუძლია და ალბათ ილიას საქმეს ისე არ გაუმარტივებს, როგორც ხალხს გონია. ისეთი აგრესიული არ არის, როგორც ხალხი ფიქრობს. მხოლოდ მაშინ არის, როცა დარტყმას ირჩევს, სხვა მხრივ კი თავს კარგად იცავს. მანამდე კი ფრთხილობს. ილიასთან ეცოდინება, რომ თავი უნდა დაიცვას. ამიტომ ვფიქრობ, ხშირად ვნახავთ ჩაკეტილ დაცვაში, შესაძლოა მაინც სცადოს ეწოლა და ისეთ პოზიციაში შესვლა, საიდანაც ილიას დარტყმა შეუძლია, მაგრამ თავს იმდენად მაგრა დაიცავს, რომ სუფთა დარტყმის შანსს არ მისცემს. გამოაცლის ეს ილიას ენერგიას, ვნახოთ. მაგრამ ჩემი ფავორიტი ილია. ნოკაუტი პირველ, ორ მაქსიმუმ მესამე რაუნდში. ეს არის ჩემი პროგნოზი თეთრი სახლის მთავარ ბრძოლაზე.